დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი. ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო. მოწვევისთვის მესალმები აუდიტორიას. რომ მონახეთ დრო და მომძანდი და მინდა დავიწყო ვთქვათ საქართველოს პრეზიდენტის ყაველაშვილის განცხადებით, რომ მას მარკო რუბიომ უთხრა, რომ სუფთა-ფურცლიდან ტექნიკური ჯგუფი უნდა შეიქმნას და სუფთა-ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. მე არ ვიცი ხა მარკო რუბიომ ახსენა მართლა სუფთა-ფურცელი თუ დაახლოებით ასეთი შინაარსის რამ თქვა, იმიტომ რომ მანამდე ჩვენ ვიცით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სუფთა-ფურცელს ხშირად ახსენებდნენ და მე ასოციაციურად მიჩნდება აი რუსეთთან დაკავშირებითაც იყო ხოლმე ხო ფიგურირებდა ეს სუფთა-ფურცელი, სუფთა-დაწყება და რატომ გახდა აი ეს სისუფთავე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და რა უნდა გავწმინდოთ, რა უნდა გადავშალოთ ამ ჩვენი არც თუ ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში. უნდა გადავშალოთ პერიოდი, რომელიც დაიწყო ამ დიდი ანომიით, ამ პროცესს ქვია ანომია, ესე იგი ნომუსისგან დაცლა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ის დიდი არეულობა, დიდი დიფუზია, რომელიც მოყვა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ამ პერიოდში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები რასაკვირველად სერიოზულად გაფუჭდა. გაგახსენებთ ახლა საქართველოს შეერთებული შტატების ელჩის ხო კელი დეგნანის და მე დენიგანის მისი მემკვიდრის თქო დამოკიდებულებას ქარდებს ეგრეთ წოდებულს. რასაკვირველია და ბუნებრივად ჩანდა რომ თუ ერთმანეთს მტრებად არ მოვეკიდეთ სერიოზულად გაფუჭდა ურთიერთობები, გაცივდა და გარკვეულწილად კონფრონტაციული გახდა რა და ამას გულისხმობდა როგორც მარკო რუბიო, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ბევრი წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებისა, რომელიც ამ თემაზე კომენტარს აკეთებს, რომ საჭირო გადატვირთვა. ანუ ის დავივიწყოთ, რაც იყო 2022 წლიდან 2026 წლამდე. გადავშალოთ ეს ფურცელი და თავიდან დავიწყოთ ასე ვთქვათ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა რა. თვითონ შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, როცა შეაჩერა ეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. იყო ბუნებრივია გარკვეული ასე ვთქვათ მოთხოვნები დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, იყო პირდაპირ აშკარად გამოხატული დემარშები, პოლიტიკური დემარშები, განსაკუთრებით ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში კვირა არ გავიდოდა ისე, რომ არ გამოსულიყო ჯეიკ სალივანი და საქართველოს არ ახსენებია. თითე არ დაეკნია და კუთხეში არ დაეყენებინა რა და ამას რასაკვირველია შესაბამისი რეაქცია მოყვებოდა ხოლმე საქართველოს მხრიდან და ცხადია რომ შიდა პოლიტიკური პროცესების სტაბილურობის თვალსაზრისით კრიტიკული იყო იგივე კელი დეგნანის ჩარევა რა ამ პროცესებში რაც საქართველოში ხდებოდა ეს პოლიტიკურ პროცესებს გულისხმობდა პრაქტიკულად შეიქმნა ვითარება როცა საქართველოს ოპოზიცია გახდა კელი დეგნანის შიდა ოპოზიციას გულისხმობს პოლიტიკურ ოპოზიციას ეს მთელი ოპოზიცია გარდაიქმნა კელი დეგნანის პარტიად ეს ვითარება შეიქმნა საბოლოო ჯამში და ეს ბუნებრივია ყოველგვარ ჩარჩოების გარეთ არის ეს იყო რაღაცა უჩვეულო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს თვალთ უჩვეულო არ არის იმიტომ რომ ეს სახელმწიფო გახლავთ განსაკუთრებით ამ ცივი ომის დასრულების შემდეგ და ეს როდესაც ამოქმედდა პოლ ვულფოვიცის დოქტრინა ესე იგი ერთპოლარულობის მომენტი და ამერიკული ჰეგემონია მთელ მსოფლიოში ცხადია ის იყო ვთქვათ გამსაზღვრელი თამაშის წესებისა რა როცა საუბრობენ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგია რა და მას ხას უსვამდა ვთქვათ ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის ყოველ გამოსვლაში ცხადია გულისხმობენ მათ მიერვე დაწესებულ თამაშის წესებს რა და ახლა საქართველოს გაბედა და ამას გარკვეული ურჩობა გაუწია და ბუნებრივია რომ მოყვა შესაბამისი ძალიან მძაფრი პოზიცია შეერთებული შტატების მხრიდან და ეს პოზიცია იყო სრულად ცხადი მკაფიო. ნუ საქართველოში უნდა შეცვლილიყო ხელისუფლება, რადგან არ უნდა დაჯდომოდათ ეს და
დაივიწყეს ასე ვთქვათ ყოველგვარი დიპლომატიური ჩარჩოები, ყოველგვარი ჟენევის კონვენციები და რაც გნებავთ ესე იგი შემზღუდავი ნორმები უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობის ასე ვთქვათ ელემენტარული პრინციპები პირდაპირ მონაწილეობდნენ საქართველოს ასე ვთქვათ საშინაო პოლიტიკაში, იყვნენ პოლიტიკური აქტორები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მდგომარეობა, როცა კელი დეგნანი გახდა საქართველოს ოპოზიციის თავმჯდომარე. მიშა სააკაშვილის როლის შესრულება დაიწყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში და ეს მისი მისია არ შედგა ხელისუფლების დამხობისა. ეს მისია თავისთავზე აიღო ქალბატონმა კელი დეგნარმა და საქართველოს ბუნებრივია ექნება პრეტენზიები რა შეერთებული შტატების მიმართ პრეტენზიები კი ექნება მაგრამ მეორე მხარე არის რომ რამდენად იზიარებს თუ არა და ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატები ბუდის არასდროს არ იხდის ასეთი შემთხვევა მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში რომ ესე იგი რაც არ უნდა გააფუჭოს და რაც არ უნდა უბედურება ჩაიდინოს მაგალითისთვის შეიძლება თქვათ ბევრი რამ მოიყვანოთ არა თქვათ იგივე იუგოსლავია იგივე ერაყი იგივე ლიბია იგივე ავღანეთი ძალიან ბევრი ხო და ის არასდროს ამაზე ბუდის არ იხდის და საკუთარ შეცდომას არასდროს არ აღიარებს ის ცდილობს რომ ყოველთვის ასე თქვათ გამარჯვებულის პოზიციებიდან ისაუბროს და ამისი რა თქმა უნდა ძალად შესწევს რა იმიტომ რომ უზარმაზარი რესურსების მქონე და უძლიერესი ქვეყანა არის სახელმწიფო არის პლანეტაზე და საქართველოს რაც არ უნდა პრეტენზიები გამოთქვას მას არა ჩვენ არა გვაქვს რესურსი რომ რეალურად ასე ვთქვათ წინააღმდეგობა გავწიოთ უკვე მატერიალური თვალსაზრისით და ერთადერთი ჩვენი იარაღი არის სიმართლე მხილება მათი ასე ვთქვათ გეგმებისა და ასე ვთქვათ მენტალურ და სულიერ ასპექტში წინააღმდეგობის გაწევა რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და სხვის ცნებას არ ვიმორჩილებით და ეს რასაკვირველი არის უზარმაზარი წნეხია რა როცა ამხელა სხვაობა არის რესურსებს შორის ქვეყნებს შორის არა სად შეერთებული შტატების შესაძლებლობები და სად საქართველოს ნებისმიერ თვალსაზრისით ეკონომიკა პოლიტიკა სამხედრო სფეროზე აღარ ვლაპარაკობ და დანიის მაგალითი თუნდაც აგერ ახლა დანიის მაგალითი ეს უკვე ახალი პოლიტიკა არის ტრამპისა რომელიც შესაძლებელია უფრო გაშიშვლდა როგორც ესე იმპერიალიზმი დაწესებულება პირდაპირ და ნუ ცხადია ახლა რა მოხდება ჩვენ ვერ ვიტყვით მაგრამ საქართველოს პოზიციებიდან რომ ვისაუბროთ ბუნებრივია ახლა ჩვენი ხელისუფლების ასე ვთქვათ მისწრაფება და სურვილი რომ ეს ურთიერთობები რაც ბოლო დროს აშკარად კონფრონტაციული იყო ძალიან რბილად რო ვთქვათ იმიტომ პრაქტიკულად ასეთ ურთიერთობებს მტრული ქვია რეალურად რომ შევაფასოთ და ბუნებრივია საქართველოს სურვილი რომ არავითარ ინტერესი არ აქვს ჩვენ ქვეყანას რომ რამე კონფრონტაციაში იყოს ამ უძლიერეს ქვეყანასთან არა დამანგრეველი იქნება და არაგონიურულია და რა თქმა უნდა აბსოლუტურად გაუგებარია საქართველოს ხელისუფლება აქცენტირებს რაღაც ღირებულებით ერთობაზე რომელიც თქვა ჩემთვის გაუგებარი გახდა მოძრაობას ახლა კი საერთაშორისო პოლიტიკას თუ შევხედავთ ცოტა უცნაური არის რა ღირებულებით ერთობაზე შეიძლება ცოტა ღირებულებებზე ალაპარაკე მე ისიც არა აქ არის ასე ვთქვათ ლიბერალიზმის წინააღმდეგ გარკვეულ საერთო პოზიციაზე ნეოლიბერალიზმის გულისხმობ ხო ვთქვათ ნეოლიბერალური დღის წესრიგი იგივე ეს მაგას პოზიციები ამასთან დაკავშირებით იგივე სურვილი რაც ღიათ არის გაცხადებული თქვათ თითქოს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ ასე ვთქვათ შეცვალონ ეს ომების პოლიტიკა და გამოვიდნენ ამ მუდმივი ომებიდან აქ სინამდვილეში პირიქით ხდება როგორც ჩანს მაგრამ აი ლიბერალიზმთან დამოკიდებულების თვალსაზრისით ჩვენ რასაკვირველია გვაქვს ღირებულებითი ერთობა კი ბატონო ქალია კაცია და ასევე საერთო ასე ვთქვათ შეხედულებები ქრისტიანობასთან დაკავშირებით ხო ესე იგი დღევანდელი ადმინისტრაცია ტრამპის ხაზს უსვავს და განსაკუთრებით ვიცე-პრეზიდენტი ჯეი ვენსი რომელიც უკვე გახდა კარგი ხანია მორწმუნე კათოლიკე
ტრამპი თავად ევანგელისტია, მაგრამ ქრისტიანულ ღირებულებებზე აქცენტირება ყოველთვის ხდება შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის მიერ განსხვავებული. სიმბოლურად ეს ყოველთვის დარჩენილი იყო ვილად დაფიცების აქტით. კი ბატონო, მაგრამ ეს პოლიტიკაში ჩანს უკვე რა, თქვათ იგივე ამ დამოკიდებულება LGBT ღირებულებების მიმართ, იგივე თქვათ დამოკიდებულება მოძრაობა ანტიფას მიმართ, ვოუკიზმის მიმართ და შეკრასაკურული იდეოლოგიურად ბევრი შეხების წერტილი გვაქვს აქ. ბუნებრივია და აი ამას ვიყენებთ, თქვათ, ამ საწყისი ნაბიჯების გადასაზრდელად. შევაჩვენეთ იმას ერთად ჩავატაროთ, ესეც შეიძლება. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ბუნებრივია, ესე იგი საქართველოს აქ გარკვეულწილად რაღაცა ნიადაგს ეძებს, რომ ურთიერთობები, აი სუბტაფუძველზე როცა საუბარი ამ პრინციპები. ან ტრამპი მოსალოცად ჩამოვიყვანოთ, ხო, წვიდა. ხო, რაუც 17 მაისი მოგვილოცოს და ჩამოვიდეს თბილისში და მსგავსად. ან მოილოცოს წვიდა ადგილები, ესეც შეიძლება, ხო? დიახ, მაგრამ მეორეს მხრივ ახლა თუ შევხედავთ ტრამპის ძალიან ისე ვთქვათ, უკვე აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, იგივე თავისი მოკავშირეების მიმართ, რუსებს რო აქვს გამოთქმა, ხო გახსოვთ არა, ბეისვაიხ შტობ ჩუჟი ბაიალის. ესე იგი დანიას როცა ართმევს მის ტერიტორიას, გრენლანდიას, ნუ ბუნებრივია. ეს ორი მესიჯია სხვებისთვის. ხო, ეს გასაგებია თითქოს კონტექსტი, რომ აი ჩემიანებს რას უშურები და თუ დანიას გრენლანდიას წავართმე, თავებს წაგაძლევთ. ჩინეთი თავისი დაგუნებდება, იმიტომ რომ რას იზავს. თქვენი მუხლების ჭირი მე ვარ. ესეთი ვითარება, ნუ დამოკიდებულება ვთქვათ, იგივე ეს მადუროს მოტაცება. არავინ აღარ ახსენებს ამ მადუროს რა სჭირს რა. არა, ეს არის აი პირდაპირ პარალელი არის, პირდაპირ აი როცა ჯოელ რომში ხო, აი როცა ტრიმპს აწყობდა ხოლმე რომელიმე მხედართმთავარი და უცხო ქვეყნის დატყვევებულ მეფეს ბორკილებით ჩამოატარებდა მარსის მოედანზე რა. დაახლოებით ასეთი რამე გააკეთა და თან ეს გააკეთა დემონსტრაციულად იმავე დღეს იგივე ესე ვთქვათ მანჰეტენზე არის სამხრეთ ოლქის სასამართლო ნიუ-იორკის რამდენიმე კვარტალში არის გაერო შტაბ-ბინა და როცა ეს მადურო მიყავდათ ბორკილი დადებული მთელი ნიუ-იორკის თვალწინა რა ამ სასამართლოში იმ წუთებში მიმდინარეობდა ზუსტად პარალელურად აი გაერო შტაბ-ბინაში უშუალოდ საბჭოს საგანგებოს ხდომა რომელიც ეძღვნებოდა ამ ფაქტს ასე ვთქვათ ვენესუელის პრეზიდენტის მოტაცების ფაქტს. დაგმეს რასაკვირველია, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, ხო, ეს საშინელი დისონანსი და ასე ვთქვათ გროტესკი შექმნილი ხო, სრულად აშკარა, ასე ვთქვათ ძალიან თვალშისაცემი განსხვავებაა რა, რომ ესენი გაეროში რაღაცებს ლაპარაკობენ და რეალურად ხდება ის, რომ მაგერ ტრამპმა ტრიუმფი მოაწყო ნიუ-იორკში არა და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ესე იგი საერთაშორისო სამართლის სისტემა ჩამოშლილეს ვესტფალიის სისტემას, ვთქვათ. რომელიც იდგა, ვთქვათ, ამ სუვერენიტეტზე, ხო, სახელმწიფოთა სუვერენიტეტზე, ვთქვათ, სუვერენულ სახელმწიფოთა თანასწორობაზე, იდგა შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე, პრინციპზე, რომ ვისიც არის ქვეყანა, იმისი არის ჯული, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის, რაც ცხადია, რომ ირღვევა, იმიტომ შეერთებული შტატები არასდროს არ იკავებს თავს სხვა ქვეყნების უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგან და ასე შემდეგ და ეს ძალიან კაფეოდ დემონსტრირდა, ხაზგასმით დემონსტრირდა, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა უშუალოდ საბჭო, ვთქვათ, გამოხატავდა პროტესტს შეერთებული შტატების ამ დაწესებული მოქმედების გამო, რაც მან ვენესუელაში ჩაედინა, იმ დღეს მიიყვანეს ეს მადურო წარადგინეს სასამართლოში. ნუ ეს თვითონ სასამართლოში წარდგენა ყოველგვარი სამართლის მიღმაა, ხო? ნუ როგორ შეიძლება რომ ერთი ქვეყნის იურისდიქციაში გაასამართლო მეორე ქვეყნის, ვთქვათ, სუვერენია რა, პრეზიდენტი უმაღლესი თანამდებობის პირი სახელმწიფოს მეთაურია რა. ის ცუდია, ამიტომ არ მოხდა რა, თუ გავიხსენებთ, ესე იგი
კოტიგო ნიუნბერგის პროცესიც რო გავიხსენოთ, არა, იქ თავი სამართლებრივი პრობლემა ეს იყო, რომ როგორ შეიძლება სხვა იურისდიქციაში გასამართლდეს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რა და მაშინ გამოსავალი მოინახა და ასე ვთქვათ, შეიქმნა ასე ვთქვათ საერთაშორისო სასამართლო, რა, იმიტომ რომ დანაშაული შეფასდა როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და იქიდან მოდის ეს რა, ჰააგის ტრიბუნალი, რომელიც დღესაც არის, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს სხვა ამბავია, ესე იგი აქ ლაპარაკი არ იმაზე, რომ ესე იგი რაიმე ტრიბუნალი საერთაშორისო კი არ ასამართლებს ამ მადუროს. არამედ ასამართლებს ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი სასამართლო, რა, ანუ ესე იგი პირველი ინსტანციის სასამართლო ასამართლებს. დაასანქცირა ჰააგის პროკურორები საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებმა და არც მოუხსნია ეს სანქციები ტრამპის, ხო? ხო მართალია, ხო არ ვცდები. ხო რა, ნუ გასაგებია, ხო, ესე იგი აქედან გამომდინარე, ესე იგი ჩვენ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს, რა შეგვიძლია სპეკულაციები უამრავი შეგვიძლია შეერთებული შტატების კრიტიკა, შეგვიძლია პრეტენზიების გამოთქმა, შეგვიძლია ესე იგი გაუთავებელი საუბარი ამაზე, აი როგორც გაეროს უშიშროების საბჭოში გააპროტესტეს, არა, ეს შეერთებული შტატების იმპერიალიზმი, ასე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ რეალური თვალსაზრისით, ესე გავლენის თვალსაზრისით, რეალურ პოლიტიკას ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ტრამპი აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და შემდეგ ეს პირდაპირ ასე ვთქვათ განაცხადა კიდეც, რომ მე არაფერი არ შემაკავებს გარდა ჩემი ასე ვთქვათ მორალური შინაგანი წმენისა და კოდექსისა, ხო? და ბატონო დავით, სწორედ ამის გამო ხომ არის წინასწარმეტყველა მაკრონმა გაეხსნა ეს ნიჭი ნათელხილვის, რომ 5 წელიწადში თუ არაფერი ვიღონეთ ევროპა აღარ იარსებებს და ესეთ რა შეუძლია იღონოს ევროპამ. ჩვენ გასაგებია, მაგრამ როგორც ჩანს ევროპასაც დიდი არაფერი. ეს ძალიან ისეთი კითხვა არის ახლა, იმიტომ რომ ეს მიუთითებს ძალიან მძიმე მდგომარეობა, უნდა ითქვას გროტესკი ახსენენ და თუ ვინმე არის გროტესკურ მდგომარეობაში, ეს ასეკურელი არის ევროპა, ევროკავშირი, არა და ეს უდიდესი ქვეყნებია, რა, რომლებმაც შექმნეს პრაქტიკულად თანამედროვე ცივილიზაციის სახე, რა, ეს რომელიც საფრანგეთია, რა, ახლა წარმოუდგენელი რამეა, როცა ესე იგი საფრანგეთში თვითონ შიდა სკანდალი იმ მასშტაბის ხდება, რომ აბსოლუტურად ყოველგვარ საზღვარს გაცდა ეს, რა. არის ეგეთი ჟურნალისტი ფრანგი პუასარი, რომელმაც შარშან გამოსცა წიგნი, სადაც ამტკიცებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მცირეწლოვანი, ესე იგი არასრულწლოვნების ასაკიდან და ამტკიცებს ასეთ რამეს, რომ ის ქალბატონი, რომელიც დღეს არის ცნობილი როგორც მეუღლე რა, ბატონი მაკრონისა, სინამდვილეში მის ქმარია რა. და ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო მოიგო კიდეც. ხო, კი ბატონო, იქ მთელი ამბებია. კი ბატონო. ხო, ეს სკანდალის მასშტაბი წარმოიდგინეთ, ეს გამოუგნებელი რამეა. თუმცა საფრანგეთისთვის ახლა ეს არ უნდა იყოს მის ისტორიის გათვალისწინებით, ისეთი უცხო და აი სწორედ საფრანგეთში თუ შეიძლება ეს მომხდარიყო, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, თქვათ. მაგრამ ეს ყოველგვარ საზღვრს ეს წარმოუდგენელი რამე არის, კარგი ამას დავდავნებოთ, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით საფრანგეთი გახდა ჯუჯა. ელემენტარულად ესე იგი ერთი პერიოდი თუ შევადარებთ მაგალითად იმ წინვალ ეპოქებს არა, რაც საფრანგეთის სამეფოს ჰქონდა და შემდეგ ნუ თქვა ნაპოლეონის პერიოდს და შემდეგაც არა, ასაკურელეს იმპერიის პერიოდს არა, ფრანგული იმპერიის ბუნებრივია იმის ფონზე ეს ძალიან უბადრუკად გამოიყურება და თან აქ არის ლაპარაკი რაზე, რომ ესე იგი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი, იმიტომ რომ მთელი ფსონი დადეს რუსეთის დამარცხებაზე, ეს ჯერ კიდევ 2022 წლამდე იყო ესე და შემდეგ ესე იგი ამერიკამ ეს ევროპული ქვეყნები ჩაიტრია რეალურად ამ რუსეთთან გეოსტრატეგიულ კონფლიქტში
მათ ეს ფსონი უკვე დადებული აქვს გულისხმობ დღევანდელს თქო ევროპულ ისტაბლიშმენტს მთლიანად გარდა თითოეული გამონაკლისისა სლოვაკეთი, უნგრეთი, თქო ამ ბოლო დროს შეიძლება ჩეხეთიც და მათი პოლიტიკური მომავალი არის ძალიან თქო მძიმე, იმიტომ რომ როგორც ჩანს რუსეთი არ დამარცხდება ამ ომში. გადავდივართ რეკლამის გამო უნდა შევწყდოთ ძირეხით გადაცემა და განვაგრძელოთ ჩემი საუბარი რატო არის მომავალი ევროპისა. ძიმე დაგველოდეთ ჩვენვალი დაუბრუნდები. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, განვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. შეკითხვები არის, გადაცემის ბოლოს თავისუფალ ბატონ დავიცებოთ ერთ შეკითხვა. ვერ გავიგე საგარეო პოლიტიკა ერთნაირი აქვთო, ვის გულისხმობთ, ვინ არის თითქოს დაპირისპირებული ერთმანეთთან, ბუნდოვანი იყო თუ დამიზუსტებთ თავისუფალ ამ კითხვას, რა თქმა უნდა, ბატონ დავითთან. და ბატონ დავით, ევროპის მომავალი არის მძიმეო თქვენ, ამიტომ გახსენდა მაკრონის გეოგრაფია, რომ ისევ გეოგრაფია მოიხმო, რომ რუსეთი მეზობელია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შორს ვართ და ჩვენ რუსეთის მეზობელია. ხერხული პოზიციაა და ნუ წყალწაღებულის მდგომარეობას გავს, რომელიც ხავსაც ვერ ეჭიდება და მაკრონის და ვთქვათ იგივე ევროპელი ლიდერების არა მერცის იგივე სტარმერის, რომელიც ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ პოზიცია იგივეა. ეს მათი მდგომარეობა გავს, აი წარმოგიდგენთ კაზინოში ადამიანი, რომელიც უზარმაზარი ფსონი დადო, უკვე დადებული აქვს ფსონი მაგიდაზე, ეს რულეტკა ტრიალებს და ახლა მდგომარეობაში, ესე მდგომარეობაშია, რომ უთხრეს, რომ ესე იგი ეს კაზინოს ამბავი გარკვეულია, ჩაწყობილია ამბავი, აუცილებლად წააგებ, წინასაც ცნობილია, მაგრამ ვერაფერს ვერ შეიძლება, ხო, ახლა იმ ფსონს ხო ვეღარ შეცვლის, ვეღარ უკვე დადებულია ეს ფსონი. და ეგ არის აი ამას გავს ეს მაკრონის თქო საქციელი, რომ მოდი ახლა რუსეთს ხო არ დაველაპარაკოთ და როგორ უნდა დაელაპარაკო, როცა მთელი შენი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდე იმაში, რომ რუსეთმა უნდა წააგოს, არა? ანუ რუსეთი არ დაელაპარაკება, არ გამოიყენებს. არა, რუსეთი შეიძლება დაელაპარაკოს, მაგრამ ეს ხო სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნას ნიშნავს, რომ ესე იგი 4 წელი აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიცია გეჭირა. დალაპარაკება თუ გინდა და შედალუცილო 2022 წლის თებერვლამდე დალაპარაკებოდი, სანამ ეს უბედურება მოხდებოდა რა უკრაინაში არა და ამისი უამრავი შანსი იყო. ან კიდე თუ თებერვლამდე არა, ანუ მარტში, როცა ესე იგი სტამბოლში გამოჩნდა შანსი, რომ რაღაცა ეს ომი შეჩერდებოდა და შეწყდებოდა და დაიწყებოდა, ასე ვთქვათ, ეს პროცესი, რაზეც ახლა მაკრონი მიუთითებს, ანუ ევროპის უსაფრთხოების სისტემის თავიდან მშენებლობა რა, რუსეთის მონაწილეობით უკვე. რასაკვირველია, ესე იგი ეს სასაცილო მდგომარეობაა და ამაში ყველაფერს აქვს თავისი ფასი. და ამ ფსონში უკვე ესე იგი რა წააგეს, რახან დადეს ფსონი ამაზე რუსეთის დამარცხებას უკვე დამთავრებულია. შენი ეს ფსონი დაკარგულია და ახლა ეს გამოიტანო უკვე მაგიდაზე დადებული ფსონი და სხვა წერტილზე დადო უკვე აღარ გამოვა ეს შეუძლებელია და თუ ამას დააპირებ ბუნებრივია ეს უარესი კრახი იქნება. ეხლა ცხადია რომ ყველა ოპონენტი აბა რატო ამბობს მაშინ ბატონო? იმიტომ გამოუვალი მდგომარეობაა, ესე იგი აი აღარ ესე იგი ეს მიუთითებს იმას, რომ რეალურად რესურსი არის ამოწურული და მანევრის საშუალებაც აღარ აქვს რა, ესე იგი აი რა მანევრი შეიძლება გქონდეს, აი რა შეიძლება ევროკავშირმა, აი რა უნდა თქვენი აზრით, აი რა იქნებოდა ის ქმედება, ამის შეთავაზება, რაც ევროკავშირი შეიძლება გაეკეთებინა. და ეხლა ნუ ესე იგი ევროკავშირს აქვს ასეთი პოზიცია, რომ იქნებ ეს ვთქვათ ეს ტრამპის დამოკიდებულება ამ კონფლიქტის მიმართ ან შეტრიალდეს, ან შეიცვალოს, ანუ შეერთებული შტატები არ გავიდეს. არ მოელაპარაკოს რუსეთს შეერთებული შტატები. ხო ესე იგი არ გავიდეს ამ ომიდან, რასაც აშკარად უკვე გამოკვეთილი ტენდენციის ხასიათი აქვს. არ მოხდეს ისე, არ მოხდეს ისე, რომ ეს უზარმაზარი ტვირთი ამ ომის წარმოებისა მთლიანად დააწვეს ევროპას, რასაც უმძიმეს შედეგები მოყვება ყველანაირი თვალსაზრისით. და მეორე პოზიცია არის ესეთი, რომ რამენაირად ესე იგი იქნება რუსეთს გული მოულბონ, ან რაღაცა ზემოქმედება მოახდინონ, თუნდაც
დიპლომატიური ეკეთილი სიტყვით თითქოს ახალი რაღაცა უსაფრთხოების არქიტექტურის დაპირება. ანუ გლოსახლით აღვიყვანს ხო რაღაც ასეთი ესე კი მაკრონს გაახსენდა დიპლომატია რომ არსებობს თურმე თან ეს ფრანგული ხელოვნებაა ხო ჯერ მარტო ტალეირანი რადგირსა რა მაგრამ ეხლა ესე კი ტალეირანის არ არის ტალეირანმა სულად წარმოუდგენელი ვითარება შემოატრიალა რა წაგებული დამარცხებული განადგურებული საფრანგეთი თუმცა ტალეირანის ასე ვთქვათ ვიზავი ამ შემთხვევაში იყო მეტერნიხია რა ზარმას კიდევ უფრო საოცარი დიპლომატია რა და მე შეიქმნა ზვინის კონგრესზე 100-წლიანი მშვიდობა ევროპაში ყველაზე უფრო სამართლიანი ვითარება იყო მაშინ სხვაჩვენს ამაში რუსეთიც მონაწილეობდა და ბუნებრივია ახლა მსგავსი ფიგურები დღეს ევროპულ პოლიტიკაში წარმოუდგენელია ხო არ ჩანს აი რუსეთს რატო უნდა მოულბეს კაი თქვათ მოულბა რუსეთს გული რუსეთი ამდენი აპრეფერს დაესხას თქვათ ევროპის ქვეყანას არ სჭირდება ეს არაფერში მას თბილისზე არ წამოვიდა არათუ ეხლა პარიზს დაესხას თავს ხო ან რაღაც რომელიმე ევროპულ დედაქალაქს არაფერში სჭირდება ის თავის ამოცანებს უკრაინის ტერიტორიაზე მშვენივრად ახორციელებს რითი შეიძლება მოულბონ გული და ნუ თუ რთული წარმოსადგენი იყო რომ ეხლა რომ ამერიკულ ენერგომატარებლებზე არიან დამოკიდებული ეს ასე მოხდებოდა თუ კი რუსულს ამერიკული ჩანაცვლება თან უფრო ძვირი არა ხო არა მარტო აქ ორი საყრდენია ხო ევროპის ასე ვთქვათ სტაბილურობის ერთი არის ეს ბუნებრივი ეკონომიკური საყრდენი ანუ იაფი რესურსები რასაც იღებდა რუსეთიდან და მეორე არის პრაქტიკულად უსაფრთხოების უფასო ქოლგა რა რასაც იღებდა შეერთებული შტატებიდან და ორივე მთავრდება და რას უნდა დაეხტნოს ეს და ამიტომ ახლა მაკრონის პოზიცია გასაგებია მაგრამ ეს ხდება უკვე პოსტფაქტუმ ანუ მას შემდეგ რაც თამაში წაგებულია უკვე რა ახლა რაღა უნდა ქნა ახლა ერთადერთი რაც შეგიძლია ქნა ერთი ის მახსენდება ეს არის ადრე საბჭოთა დროს გამოვიდა რომანი იყო დიდი უზარმაზარი ტიბოს ოჯახი თუ გახსოვს. კი როგორ არ მახსოვს სახშიც იქ არის ერთი მომენტია რა ეჟენი უყვება თავის შეყვარებულს ზაღლს დაეჯახება მანქანა და სურათია რა ასეთი ცუდი რომ ეს ამ ზაღს არაფერი აღარ დარჩენია ეს ეჟენი ყვება რა ასურად ხატებს ამ მდგომარეობას რომ გარდა იმისა რომ გაწვეს და მოკვდეს უკვე ხდება ეს საწოდავი ძაღლი და ესე გამომეტყველებას აღწერს ამ ძაღლის თვალებს რომ აი არაფერი აღარ დარჩენია უნდა დაწვეს და მოკვდეს რა მეტი ტრამპ ესე კი ამ ვითარებაში ეს მაკრონიც ამ პოზაშია ეს მისის თქმა რომ მოდით რუსეთს დაველაპარაკოთ ისევ რუსეთს ხوار დაველაპარაკოთ ეს არის ესე კი მისი პოლიტიკა რაც მანამდე აწარმოებდა დასრულებულია ესე კი არაფერი არ დარჩენია იმ პოლიტიკას იმ ძაღლივით რომ გაწვეს და მოკვდეს უნდა ხო მაგრამ მაკრონი წარმავალია ამას სულ ამბობს არა ცხადია მაგრამ ეს მე ვლაპარაკობ რომ ევროპის მომავალზე ვლაპარაკობ რატო აკეთებს ამ განცხადებას მე მესმის რომ თქვა ის მაღალი სახელმწიფო დონის ფიგურა არის აქ თავის პასუხისმგებლობა ისტორიული პასუხისმგებლობა არა მაკრონს ახასიათებს ასე თქვა ის ვეღარ ანუ ის ამაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას იქიდან გამომდინარე რომ ის მიდის არა ესე კი აქ როგორ არის ხლა თქვენ ახსენეთ ეს მაკრონის განცხადება რომ ევროპა დასრულდება 5 წელიწადში მან ეს განცხადება გააკეთა 5 ყველაზე ცნობილი გამომცემლობა მოიწვია და ესეთი ინტერვიუ მიცა ამაზე რა ანუ ყველაზე დიდი გაზეთები რაც არის და ესე თუ არაფერი არ ვიღონეთო ევროპა დასრულებულია 5 წელიწადში დაიშლება ეს ყველაფერი მაგრამ ევროკავშირის დასასრული რასაკურა არ ნიშნავს ევროპის დასასრულს შეიძლება ეს იყოს ერთადერთი გამოსავალი ევროპის გადასარჩენად რომ ევროპამ დაიბრუნოს
არის ნომოსი, აი ამაზე ვლაპარაკობთ განცემის დასაწყისში. ანუ თავისი ჯული, ნომოს ქართულად ჯულია იგივეა, ხო? ეს არის ჯული ვთქვათ, გაიგებს უფრო ჩვენი არა, ნომოსი ბერძნები ეძახდნენ ამას, პლატონიდან მოდის და შემ, ეს არის იგივე ჯული, ხო? სიმართლე, სამართლიანობა, სამართალი მთლიანობა, ერთთლიანობაში, რომელიც ადამიანის არ არის მარტო ეს ზეგარდმოა რა, ღმერთისგან არის, კოსმიური წესრიგისგან არის. და ბუნებრივია ესეთი მდგომარეობა, რაც ევროკავშირმა უბრალოდ საკუთარ თავს თვითონვე შეუქმნა, ჩიხში შეიყვანა ეს თავისი პოლიტიკა, მათ შორის ამ რუსეთთან აბსოლუტურად არარაციონალური, უგუნური და საერთოდ წრეგადასრულად არაადამიანური პოლიტიკით, იმიტომ რომ მსხვერპლი ამ პოლიტიკისა უწინარესყოვლისა არის უკრაინა, რომელიც რეალურად გაწირეს არა საშინელი მდგომარეობისთვის, უკრაინა გაწირეს რუინისთვის არა, უკრაინის ისტორიაში ეს ბოლოს ეს რუინა იყო. ამ რევოლუციის წლებშიც იყო, მაგრამ მასშტაბური იყო ეს მე-17 საუკუნეში, როცა ზუსტად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს იგი როგორც ჩანს, მათი არჩევანი და ბედისწერა ისინი აკეთებენ ამ არჩევანს. ხო, ეს უკრაინის არჩევანიც არის ალბათ, მაგრამ მაშინაც რა თქმა უნდა იყო გარეგადამწყვეტი ფაქტორი, ასე ეძახიან, არა, ეს არის დღეს ეს არის დასავლეთის პოზიცია, რომ გამოიყენეს როგორც ტარანი რუსეთის წინააღმდეგ და ბუნებრივია ამას რაც მოყვებოდა დასავლეთსაც უნდა ცოდნოდა ეს. რაც 2008 წელი რაც 2008 წელი მოითელა და შემდეგ უკვე ხო 2008 წელი არ მოხდებოდა რომ აქ სააკაშვილის ხელისუფლება არ ყოფილიყო, შემიძლია ღიად გამოაცხადო. მაგრამ იმიტომაც იყო. იმიტომაც ალბათ იყო და სააკაშვილმა გააკეთა ის ასეთ სხვა ვერავინ ვერ გააკეთებდა, ანუ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში და დღეს რაც უკრაინაში ხდება და მსოფლიოში რაც ხდება ეს დიფუზია, ანუ არეულობა რაც არის, აი მას გაუხსნა კარები, ეგ გააკეთა. დიდი მოღვაწეა ამ თვალსაზრისით. კი არა, ნუ დავთ მას აქვს რა ნიჭები ბუნებრივი ამის იგნორირება არ შეიძლება. აი ხო დაპირისპირების საომაყურებელი გვეკითხება რესპუბლიკელსა და დემოკრატებს შორის საგარეო პოლიტიკა მაინც იგივე რჩება ამერიკის შეერთებული შტატების არ იცვლება ეთანხმებით? არა, მთლად ვერ დავეთანხმები ამას, იმიტომ რომ ადრე დემოკრატების პირობებში საგარეო პოლიტიკა იყო, ასე ვთქვათ, ლიბერალიზმის ექსპანსია, ესეც ჰორიზონტალური ექსპანსია ეძახიან და აი მეტაფორულად რო ვილაპარაკოთ, ესე კი შეიძლება შევადაროთ მათი პოლიტიკა, ანუ ნეოლიბერალური გლობალიზმი, ეს შეიძლება შევადაროთ ქსენომორფს. ეგ არის რა მეტაფორაა, ესე კი 1979 წელს იყო ძალიან ცნობილი ფილმია, საშინელებათა ფილმია, უცხო, ასე ქვია. მე არც ერთ საშინელო ფილმს ნანახი არ. არა, ეს არის ესე კი ეს არის ესე იგი კოსმოსურ ხომალდს თავს ესხმის საშინელი არსება, პარაზიტი, რომელიც არის სრულიად ნახევრად დახუჭული თვალებით მაქვს და გახსოვთ არა, ესე იგი რომ გეცემა შენ სხეულში რომ შემოაღწევს, შიგნით რომ გამოგხრავს და შიგნით ესე გიყენებს როგორც ინკუბატორს და შიგნით ბრალდება და შენგან აღმოცენდება რაღაც საზღრობა საშინელი. აი ეს არის დემოკრატების პოლიტიკა, ასაკურული მსოფლიო ექსპანსიისა, რომელიც ამ ლიბერალიზმის, ამ ნეოლიბერალიზმის მეშვეობით, ანუ უცხოს ქსენომორფის მეშვეობით ხორციელდება. ანუ რუფოვიჩის დოქტრინა ეგ იყო, ესე იგი ამერიკის ჰეგემონია, მაგრამ მას დაემატა ეს ნეოკონსერვატორული შეხედულება, რომ ამერიკული ცხოვრების წესი ანუ ეს ნეოლიბერალიზმი არა, უნდა ესე იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდეს, აი ფუკუიამას ცნობილი თეზისი, რომ ისტორია დასრულდა და აი ეს არის ქსენომორფიზაცია ეს, მაგრამ არსებობს ამისი, ასე ვთქვათ, ალტერნატივა და მეორე ასევე შემიძლია ეს კინოდან მოიყვანო ეს მეტაფორა, ეს არის 1987 წლის ფილმი, აი შვარცენეგერი თამაშობს, იმას ქვია მტაცებელი. ეს მტაცებელი რა არის? არის ასევე უცხო პლანეტელი მონადირე, რომელიც აღჭურვილი არის მაღალ ტექნოლოგიური
ჯავშანი რესპუბლიკელები არიან. ხო, ეს მტაცებელი რა არის, იგი მისი მთავარი ინტერესი არის დიდება რა, ასე ადამიანებზე ნადირობს. მე გარკვეული ეთიკა გააჩნია, როგორც ტრამპს აქვს, ხო, თავისი რა. მაგალითად ის მტაცებელი არ ერჩის ორსულქალებს. ანუ ვიარაღო ადამიანს არაფერს არ დაუშავებს. არ ეუბნება უბრალოდ. ეთოშობილია. ხო, ну რაღაცა ეთიკური პრინციპი აქვს, მაგრამ თავისი ტიპიური, ესე იგი, არქეტიპული მონადირეა რა, ასე იგი, ძველი ტიპის მონადირეა, რომლის მთავარი, ასე ვთქვათ, modus vivendi არის ნადირობის რიტუალია და დიდებას უნდა ეწიოს რა, ამით რომ ესე იგი მოინადიროს რა. და ეს არის რესპუბლიკურად სიშველი იმპერიალიზმი, რასაც ტრამპი განასახიერებს. რასაკურა რაღაცა თვალსაზრისით ეს ემთხვევა ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივეს მიზანი არის ესე იგი ექსპანსია და ბუნებრივია მთელი მსოფლიო ბატონობა, ანუ პლანეტარული მასშტაბის ძალაუფლების მოპოვება რა, დაახლოებით ეგ არის, მაგრამ მეთოდები სხვა არის და მიზნები სხვა არის. მისი ესე იგი ლიბერალების მიზანი ქსენომორფიზაცია არის. რაღაცა ადამიანისგან ტრანსჰუმანური ცივილიზაციის შექმნა და განვითარება. აქ მისტიკა შემოდის და დემონიზმიც აეპირდაპირ გოეთია საქმეში. ნიკ ლენდი არის ბრიტანელი ფილოსოფოსი და ახლა ძალიან შორსაუბრობთ ახლა ამას რომ გავყვეთ, მაგრამ ტრამპი არის ნუ ესეთი კლასიკური მონადირის ტიპი. მისი ბიზნესი ეს ვერტიკალური ექსპანსია, თუ მისი ბიზნესი თუ გახსენდება ტრამპ ტაუერია რა. მას უნდა რომ შეერთებული შტატები აქციოს დიდ ტაუერად დედამიწაზე. რა, თავარ ვერტიკალად თვითონ. ნუ ასეთი ისინი განზრახობები თავდება ხოლმე ბიბლიას თუ არ ვიცი რა, დიახ. და კიდევ ერთი ბიბლიას ვერწმუნებით კი, მაგრამ ბიბლიის ვიღას ჯერა ახლა ძალიან იშვიათია. ნუ ეს არ ცვლის იმას, რომ მუზეო ღამის პრინციპი, ხო, მუზეო არ არის ღამეა, მაგრამ ერთს და უნდა დავამთავროთ, ერთ წუთში ერთი რაღაც კიდევ შეკითხვა დასობოთ, სხვა შეკითხვას ვერ ვასწრებ, რომ აი ხორვატიის პრეზიდენტი უხასიათოდ ჩანდაო და რაღაც კონფლიქტები ვერ მოხდაო. მისი განწყობა ეს რასაკურველია, აღქმის ამბავია, ვინ როგორ აღიქვამს. თუმცა თუ გავიხსენებთ აგერ ნიკა გვარამეს გამოუშვეს მე მგონი. ის ამბობდა რომ ესე იგი 21 საუკუნეს მართავს არა ფაქტები, არამედ აღქმებია რა და თუ ასეთი აღქმა დარჩა ვინმეს არა, ის ამ აღქმებით იმართება ესე იგი რა. მოდი ამას მივაქცევთ ყურადღებას ობიექტურ რეალობას ჯობია რომ შევხედოთ და რასაკურველია ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი იყო გამოწვეული ობიექტური ინტერესებით და ახლა ვის რა აღქმა ექნება მისი ასე ვთქვათ გამომეტყველების ეგ სხვა ამბავია და არ გვინდა ამაზე სიღრმეში შესვლა და აქცენტის გადია. კეთილი. ბანდა სამწუხარო ჩვენ გაცემის დრო მოიწურეს მალე გადის ხოლმე დრო. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე გიმშვიდობებით, ნახვამდის. მადლობა.